მოგესალმებით დადგა ოთხშაბათი საღამოს 8 ნახევარი მე გახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად მინდა მოვიკითხო პატიმრები განსაკუთრებით ის ადამიანები ვინც განსასაზღვრში ნახართ უცხოეთში ვინც ხარ და ვინც ჩვენი ერისათვის რაღაცაზე წუხართ პრობლემების ქვეშ ხართ ყველა სიხარული და ბედნიერება მინდა გისურვოთ გადაშორის ის ადამიანები ვინც ჭირისუფლები ხართ ვინც გარკვეულ ტკივილს ატარებთ ხო აი იმ ადამიანებს განსაკუთრებით დღეს მოგიკითხავთ იმ მშობლებს რა ვიცი იმ ადამიანებს ვისაც გაჭირვება გაქვთ რაღაც ესეთი ძიმე ტვირთი გაქვთ ყველას ბედნიერება და სიხარულს გისურვებთ ხოლო მე მყავს ხოლმე სტუმრებს შორის განსხვავებული ადამიანები ხოლმე სულ ყველა განსხვავებულია ჩემთან მოსული მოძღვარი მაგრამ არის ან ისეთი ადამიანები რომელთა ქადაგებები ძალიან სხვანაირი არის იმიტომ რომ რაღაცა დიდი გამოცდილება აქვთ ამისი რაღაცნაირად სულ ყოველთვის ხოლმე გვახარებენ ხოლმე და სხვათა შორის ძალიან კარგად ღრმად ჩადიან რაღაც საკითხებში და მინდა რომ ამაოსაც ვკითხო რომ ვითარება ადამიანის ცხოვრებისეული ვითარება აი ჩვენი მდგომარეობა როგორია ხო შეიძლება პატარა რაღაცას ვერ დაიტიო და რაღაცა თავში აგივარდეს პრობლემების ქვეშ მოხდე ამით რაღაცა თავი გეგონოს ამ დროებითით მართლა რაც არაფერი არ არის აბსოლუტურად ხო და მე ამხელა კატასტროფამდე მიდის ადამიანი ამ ყველაფრით და ამხელა ეს განდიდების მანია მიმა რატო წამოიწია და როგორ გვატყუებს ბოროტი ამასთან დაკავშირებით ყავს მამა გიორგი ვაშალომიძეერსა თუ ბერს ყველას ხიბლი ეს მდგომარეობა ყველაშია და მოდი ვნახოთ ახლა და მამაოს ვკითხოთ რომ მამაო როცა ესეთ მოტყუებულია და ჯერ დაგლოცეთ მამაო დიდ მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის ერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ მადლობთ რომ მომიწვიეთ კაი ხართ მამაო ძალიან დიდი მადლობა და მამაო თქვენ სტუდენტებთან გაქვთ სემინარში შეხება და აი აუცილებლად მინდა თქვენი განსაკუთრებით თქვენი სტუდენტები მოვიკითხო და ის ადამიანები რომლებიც აი ესე მამაო რაღაცნაირად რომ დაგყავთ ხოლმე ექსკურსიებზე რომ აცნობთ პირადად ხოლმე იმას ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ამისათვის და ჩვენთვის დიდად დასაფასებელი ხართ იმიტომ რომ თქვენ ასაკში აი ამ ხელა გამოწვევების და აი ამის წინაშე დგომა არის ძალიან დიდი პატივსაცემი ჩემგან და ბევრი ადამიანისაგან და მადლობა მე უყურებ ხოლმე იმ სტუდენტებს მამაო როგორ აი გადაყოლილი ხარ და ყველაზე მაგარი რა არის მამაო რომ ის მომწონს და თუ შეიძლება კითხავთ კიდევაც თითქოს ემეგობრებით ყველას და ის ლექტორს და სტუდენტს შორის ზღვარი მაინც არის აი როგორ ახერხებთ ხოლმე ამას თუ შეიძლება იმიტომ რომ ყველა პატივისცემით არის თქვენდამი თან კიდე ხართ უზომო თავდაბალი მათთან და უბრალოდ მათნაირი როგორ მოიპოვეთ ეს ადამიანი? დიდი მადლობა. საკითხი სხვა იყო, ამ კითხვაზე ხლა არ მოვიდა. კითხავ და მე გადავიდე და ის სხვა შევახეთ ამ საკითხზე. კავშირშია. კი ბატონო, კავშირშია. ისიც ახლა არ ვახ ამისთვის რაღაცა განსაკუთრებული მონდომება ვფიქრობთ არ მჭირდება, უბრალოდ რაღაც ბუნებრივად გამოდის ასე. თავარი არის ის რომ რაღაც პრინციპში ჩვენი თემაც აი თქვენ რაც დაანონსეთ ამას ეხება პირდაპირ რომ რაც არ უნდა ადამიანი ღმერთმა სიმაღლეზე აღიყვანოს მან უპირველეს ყოვლისა უნდა შეინარჩუნოს უბრალოება. რა თქმა უნდა, უბრალოება არ გამორიცხავს იერარქიას და არ გამორიცხავს კი არა პირიქით ხელს უწყობს და აბსოლუტურად აი თქვენ რაც ბრძანეთ ეს ზღვარი სტუდენტი და ლექტორი ზოგადად უფროსსა და უმცროს შორის თქვათ პედაგოგსა და ლექტორს შორის მოძღვარსა და თქვათ სულიერ შვილს შორის ეს რა თქმა უნდა ეს ზღვარი არსებობს მაგრამ ეს ზღვარი არ არის ამპარტავნებითი აი ხშირად ჩვენ გვეშლება ერთი რამ რომ აი ადამიანს რომელიც რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე დაადგენს ღმერთი მას გონია რომ მას უნდა იმსახურონ არა და ქრისტიანობა არის აბსოლუტურად საპირისპირო პირიქით ის არის მსახური იმ ადამიანებისა რომელზის უფროსადაც ღმერთმა ის დაადგინა და მეტიც ღმერთი სწორედ აი ამ მზრუნველობითი დამოკიდებულებით აცხონებს ან არ აცხონებს კაცს კარგად გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები რომ ურთიერთარ სიმძიმე იტვირთე და ესრე დაღასვერ ჯული ქრისტესი ამ სიმძიმის ტვირთვაში მოიაზრება სწორედ ის მიდგომა ის დამოკიდებულება რასაც ჩვენ რაზეც ჩვენ ხას უსვამთ ამის თუ შეიძლება ითქვას ნიმუში უმაგალითოც კი და ამავდროულად სამაგალითო არის თავად მაცხვარი რომელიც თავის მოწაფეებს ეუბნება რომ ვისაც თქვენ შორის უნდა პირველობა იყოს თქვენ და მსახურ იმისთვის კი არ მოვედი რომ თქვენ მე მსახუროთ არამედ იმისთვის მოვედი რომ მე გემსახუროთ თქვენ და თავი ჩემი მივცე თქვენთვის აი ეს ფაბულა რაც ქრისტიანობაში არა მოსემული თუ შეიძლება ასე ითქვას არის ადამიანური სახის შენარჩუნების უმთავრესი საფუძველი მე შეგვიძლია ეს საეკლესიო მამების თქვათ კრებსითი ოზრღების თანახმად და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა სახარების თანახმად ადამიანი რომელიც კარგავს უბრალოებას და
თავმდაბლობას ის კარგავს ზოგადად ადამიანის სახეს და ადამიანის სახეში აქ იგულისხმება სწორედ ის ღვთის ხატება, რაც ღმერთმა მასში ჩადო. ამიტომ აი რაც თქვენ თქვით, არ ვიცი ხა ეს რაღაცა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული რაღაც ის არ მჭირდება ამისთვის ვთქვათ მე პირადად და არც არავის ახლა ვინც იქ მსახურობს უმრავლესობას რომ რაღაცნაირად რა თავისთავად ცხადია ჩვენ სტუდენტებთან გქონდეს ერთი მხრივ ძალიან მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ მეორე მხრივ თავისთავად ცხადია ეს პატივისცემით დამოკიდებულება შენარჩუნებული უნდა იყოს და არის კიდეც და ეს ჩემი დამსახურება არ არის იმდენად რამდენადაც თავად სტუდენტების დამსახურება, რომელთაც ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული აქვთ არა მარტო ვთქვათ ზოგადად იქ მოღვაწე პედაგოგების მიმართ იქ ძალიან ბევრი თქვენ კარგად იცით ბატონო გიორგი ჩვენს ასე ვთქვათ შიდა სამზარეულოს და იცით თუ რა ღვაწლოსილი პედაგოგები და მოზღვრები მოღვაწეობენ იქ და უნდა ითქვას რომ აი თუ შეიძლება ასე ითქვას დღეს ჩვენ ვინ სტუდენტები ამაზე ჩვენ გვისაუბრია არაერთხელ ამ ეთერში და არა მარტო ამ ეთერში რომ ჩვენ დღეს ჩვენი დღევანდელი სტუდენტობა არის პროგრესული ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობის საოცარი ადამიანები არიან ერთი მხრივ წყაროს სწავლას მოწყურებული და მეორე რაც ყველაზე მთავარია შინაგანად სუფთა ადამიანები რომელთაც აქვთ აი ძალიან დიდი პატივისცემა წმინდა ეკლესიისადმი ღვთისადმი უპირველეს ყოვლისა და ჩვენი პატრიარქისადმი რომელმაც დააფუძნა ეს სასწავლებელი და გარდა ამისა მას ვიცით ჩვენ უამრავი ღვაწლი მიუძღვის ამ მიმართულებით და არა მარტო ამ მიმართულებით ასე რომ რა ვიცი უბრალოდ და უბრალოება არის ყველაზე უმთავრესი რამ და თავმდაბლობა არის ყველაზე უმთავრესი რამ სამწუხაროდ ხშირად ჩვენ რასაც ვუყურებთ ჩვენს გარშემო ავიწყდება კაცს ეს აი ცნობილი სიტყვები რომ კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო არამედ მიემსგავსა იგი პირუტყვთა უგუნურთა აი ეს სიტყვები თითქმის აი ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ ასე ვთქვათ სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანთან ძალიან ძნელია აი ძალიან დიდი წმენა და მეორე მხრივ კონტროლი უნდა ქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე როდესაც ღვთისნებით ის რაღაცნაირად აღზევდება ან მატერიალური კეთილდღეობის კუთხით თუ თანამდებობრივი კუთხით ძალიან ძნელია მაგრამ აუცილებელია რომ მან შეინარჩუნოს უბრალოება ამის აი ჩვენ საუბრობთ ეთერის დაწყებამდე დავით აღმაშენებელი არის ამის ნიმუში აი ყველას კარგად მოეხსენება მისი გალობანის ნანულისა რომელიც ხოთაშვილის მან დაწერა მაშინ როდესაც დიდების ზენიტში იყო ფაქტობრივად და მას ემორჩილებოდა სრულიად საქართველოს და არა მარტო საქართველოს გარშემო ჩვენ ვიცით ყმადნაფიცობის და ზოგი პირდაპირ დაპყრობითი ასე ვთქვათ დამოკიდებულებით იყო ჩვენს ქვეყანასთან რომელიც დავით აღმაშენებელმა შექმნა კაცმა რომელმაც შეიძლება ითქვას განადგურების პირა ყოფი ქვეყანა აქცია უძლიერეს ქვეყანად მისწერს რომ უფალო როდესაც მოვა დრო და ჩემს გვირგვინს სხვა დაიხურავს, ჩემს სკიპტრას სხვა აღიპყრობს ხელს და ჩემი სპანი, ანუ ჩემი ჯარი სხვა შეუდგება და როცა მე მოვალ შენთან შიშველი, მაშინ გამიხსენე მე, მაშინ მომიხსენე მე უფალო. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ადამიანს ახსოვდეს, რომ აუცილებლად რაც არ უნდა დიდების მწვერვალზე იყოს, რაც არ უნდა პატივში იყოს და რაც არ უნდა სარგებლობას ხედავდეს, თქვათ იმ თქვათ დროებრივ იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაში არის, მას უნდა ახსოვდეს ერთი რამ, რომ ის არის ღვთის ხელში და ყველაფერი დასრულდება და ერთადერთი რაც მას შერჩება არის სწორედ აი ის უბრალოება და ის თავმდაბლობა და ის ურთიერთობა ადამიანებთან, რომელიც მას დარჩება. არავინ რაც არ უნდა კიდევ ერთხელ და იცით როცა ამაზე საუბრობ, უამრავი ადამიანი მიდგება თვალწინ, ეხლა ცოცხალნიც, უკვე გარდაცვლილნიც და რა თქმა უნდა თუ ჩვენ გადავალებთ ზერას ისტორიულ თქვათ წარსულში უამრავი არის ადამიანი, რომელსაც ეგონა რომ რაღაც დიდების ზენიტში იყო და ღმერთმა ისინი აი ეს არის იობის ისტორია, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, აი იობი, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მისცა და შემდგომ იობის წიგნის თანახმად ეშმაკი მიდის ღმერთთან და ეუბნება რომ შენ იობი იმიტომ გადიდებს ღმერთო, რომ შენ მას ყველაფერი მიეცი. აბა მას რომ არ კონდეს ის რაც შენ მიეცი, შენ ის არ განგადიდებდა და მაშინ
იობის სიგნის თანახმად ღმერთმა დაუშვა და იობს ყველაფერი წაართვა. ოჯახის წევრების კი გაიყვანა ამ წუთის სოფლიდან და ბოლოს თავადაც დაავადდა. კეთრი დაემართა იცდეს საშინელი დაავადება გახლავთ ფაქტობრივად ცოცხლად ლპება ადამიანი და იზოლირებული უნდა იყოს იმიტომ რომ გადამდებია ამავდროულად განუწყვეტაობად ითვლებოდა ძველი რჯულის თანახმად და ცოლი მას ეუბნებოდა რომ ხო ხედავ ღმერთმა რა გიყო დაგმე და მოკვდი მაგრამ იობმა თქვა რომ განა ღმერთი მაშინ იყო მხოლოდ კარგი როდესაც მე ეს ყველაფერი მქონდა და მან აი ამ უკიდურეს გაჭირვებაში ღმერთი განადიდა ამიტომ ღმერთმა მას ყველაფერი დაუბრუნა ეს და სოლომონ დიდი ავიღოთ სოლომონი თავისი ეპოქის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახლდათ ყველაზე მდიდარი ადამიანი და თუ კი ჩვენ წავიკითხავთ მის ეკლესიასტეს მის მიერ დაწერილ ამ ძეგლს რომელიც ბიბლიის წიგნებში შედის ძველი აღთქმის წიგნებში რას ამბობს ის მე ყველაფერი ვიხილე ყველაფერი განვიცადე მაგრამ მივედი ამ დასკვამ და ასეთ ფორმულირებას აძლევს ამაოებათა ყოველივე ამაოა აი ეს არის თუ კი ეს არ ახსოვს ადამიანს მას ძალიან მარტივად გაიწაცებს დიდების მოყვარეობა ძალიან მარტივად წარმოიდგენს ის საკუთარ თავს ღმერთად იცით აი ეს არის ყველაზე მთავარი რომ ადამიანი როდესაც პატივში არის და რაც აი ჩვენ ფსალმონის თქმით დავიმოს პატივსაშინა იყო და არაგულისხმა ხო რას ნიშნავს ამ პატივში იყო და არაგულისხმა ხო ანუ ვერ მიხვდა ის რომ ეს ყველაფერი დამთავრებადია და პირუტყს მიემსგავსა ის აი დავით ფსალმონე ადამიანი რომელიც ივიწყებს ყველაფერს და დიდების მოყვარეობაში ბოლომდე ესე იგი ბოლომდე ეფლობა პირუტყს აბსგავსებს მას აი სხვათა შორის მე ერთი პრაქტიკული მაგალითი მინდა გავიხსენო თქვენის დებართვით მე მგონი ერთხელ მოვყევი კიდე თქვენს ეთერში რომ ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან რომელმაც მითხრა რომ აი მამაო მე ყველაფერი მაქვს რაც მინდა იგულისხმება მატერიალურ ყოფითი მდგომარეობა ოჯახიც ყავს აი ეხლა ესე მითხრა ვციტირებ მე სიტყვებს რომ მოვინდომო თქვა და ეხლა თქვა აი დავჯავშო ბილეთი და ხვალდილას მე სიტყვაზე ვაშინგტონში ვიქდი ის მართლა გააკეთებდა ანუ ამას იმიტომ რომ მე ვიცი რომ მას შემძლე მაგრამ იმან მითხრა მაგრამ მე ფიტული ვარ ფიტული კარგად მოგეხსენებოდა და გარეგნულად ლამაზად მაგრამ შინაგანად სიდამპლით სავსე რასაც მაცხვარი ეუბნება ფარისევლებს რომ თქვენ გამგოზილ საფლავებს გევხართ რომელიც გარედან ლამაზები არიან და შიგნით სიდამპლით არიან სავსენი ყოველივე აი ეს ჩვენს მიერ თქმული ერთ რამეს მიუთითებს ხოლოდ რომ ყველაფერი დამთავრებადია რომ ადამიანი რაც არ უნდა თანამდებობრივად იქნება თუ სხვა კუთხით პატივში იყოს ყველაფერი ღვთის ხელში ხარ შენ როცა კიდევ ერთხელ როცა ადამიანი ამას ვიწყებს მაშინ ფაქტობრივად ის ადამიანურ სახეს კარგავს ჩვენ უამრავი ტირანი ვიცით რომელთაც საკუთარი თავი გააღმერთეს მაგრამ დღეს ისინი საფლავებში წვანან უამრავი ადამიანი ვიცით ვინც საკუთარი დიდების მოყვარეობის გამო ქრისტეს ებრძოდა მე აქ ერთი რამე მინდა თქვა კიდე ბატონო გრიგოლ თქვენის ნებართ რომ ადამიანი რომელიც დიდების მოყვარეობაშია ის ღმერთს ებრძვის უნდა თუ არ უნდა მას ასეა იმიტომ რომ მან ფაქტობრივად გააღმერთა საკუთარი მდგომარეობა თანამდებობა თუ თქვათ სიმდიდრე თუ ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ ის ღვთის წინააღმდეგ იბრძვის ამით ვინაიდან კეფთაყვანისმცემლობა მარტო ხბოს თავის თაყვანისმცემას არ ნიშნავს კეფთაყვანისმცემლობა ნიშნავს რომ შენ დამოკიდებული ხარ სხვა რამეზე დიდებაზე პატივზე თანამდებობაზე და ღმერთი არ გახსოვს მაგრამ შენ რო ღმერთი არ გახსოვს ეს არ ნიშნავს იმას რომ ღვთის სამართალი შენზე არ მოაწევს აი მე გაგახსენებ თქვენ იოანე ნათლისმცემლის სიტყვებს ის ამბობს რომ ცული ხესთან დევს და თუ კი ეს ხე არ გამოიღებს ნაყოფს ცული მოკვეთავს მას იოანე ოქროპირის თანახმად ცულში იგულისხმება ღვთის სამართალი დევს ამაზე ამახვილებს წმინდა მოძღვარი ხემ რომელმაც კეთილი ნაყოფი არ გამოიღოს რა თქმა უნდა და აი დევს რას ნიშნავს ჯერ ამოქმედებული არ არის იოანე ოქროპირის თანახმად ის იცდის ეგება ადამიანი მოექცეს ადამიანს გონია რომ რახან ღვთის სამართალი მაშინვე არ აღიზრება ხოლმე მის მიმართ გონია რომ ეს არც არასდროს მოხდება აი იგივე ფსალმის თქმები რომ დავიმოწოდ ღმერთი ძილსაშინა ნუ გონიეს ანუ ადამიანს ხანდახან გონია რომ ღმერთს ზინავს რახან ის არ აღიზრება მყისვე უსამართლობის წინააღმდეგ მაგრამ ის ძევს როგორც სული როგორც იოანე ოქროპირი ამბობს რომ ჯერ დევს ის სული ჯერ არ მოქმედებს ჯერ დევს მაგრამ აუცილებლად მოვადრო თუ კი კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს ეს ხე ის მოიჭრება იცით აი ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ ვქადაგებთ და ქრისტიანობა არ ქადაგებს რაღაცა საშინელ ღმერთს
ღმერთი პირველ რიგში სიყვარულია, მაგრამ ამავდროულად ეს სიყვარული გულისხმობს მიუკერძოებელ სამართლიანობას. ღმერთია ერთადერთი, რომელსაც შე ვერაზოს დაემალებ. იცით, აი ეს მარტო ადამს სათხარ. აი ზუსტად ის არის კარგი პარალელს ავლებთ. თქვენ რომ აი ადამს სათხარ, აი ეს თითქოს ჩვენ თანმდევი გვაქვს თანამედროვე სამყაროშიც. დღესაც ეუბნება ღმერთი ადამიანს, ადამს სათხარ და ანუ ზოგადად ადამიანი იმალება, ანუ აქ ლეგვის ფოთოლი პირობითია, ის ემალება რაიმე ან დიდებას, ან პატივს, ან ცოდვას, და გონია რომ ეს მას დაიცავს. მაგრამ თვითონ ხვდება რომ ამავებაა ეს და მოვადრო და ის გაშიშვლდება, ის ლეგვის ფოთოლი დალპება და შიშველი წარსდგება ღვთის წინაშე, გულისხმობთ რა თქმა უნდა სულიერ სიჩქარეს და როგორც დავითი ამბობს, როცა ყველაფერი ეს მორჩება და მე მარტო მოვალ, მაშინ მომიხსენე მეუფალო. ეს არის ყველაზე მთავარი. კიდევ ერთხელ აი მინდა ვთქვათ ის რომ ძალიან ხშირად ადამიანი ამას ივიწყებს. ძალიან ძნელია, აი გახსოვთ მაცხოვარი დიდარს ასე უნება რომ დიდარი ძნიად შევიდეს სასწაულში. აი ერთ ვიტყვი სახარების ელთრობის თანახმად დიდარი ჭაბუკი მიდის მაცხოვართან, ყველა მიცის ეს და უბრალოდ გაგახსენეთ მოკლედ და მას ეუბნება რომ უფალო მე ყველაფერს აღვასრულებ და მართლაც ჩამოუთვლის და ის მართლაც კეთილი ჭაბუკია და მათემახარებელი წერს რომ მაცხოვარს მოეწონა ის და ეუბნება თუ გინდა ცხონდე გაყიდე შენ ეს ყველაფერი და შემომიდექი მე გლახაკებს დაურიგე გლახაკი ბატონო გლახაკებს დაურიგე თუმცა რა თქმა უნდა ოღონდ აქ არ იგულისხმება ის რომ დიდარი უპრიანია და აუცილებელია რომ მანდამაის მისი ქონება მთლიანად დაურიგოს აი ნახე ამბიცია ქონდა იმას კი ბატონო ოღონდ ამას ვამბობთ რომ მას უბრალოდ აი რა მომენტზეა გამახვილებული ყურადღება რომ ადამიანი არ უნდა დაემონოს დიდებას. ანუ თვით დიდებაშიც და სიმდიდრეშიც კი ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ სიმდიდრეში. ანუ უფალმა ეს განჭდა მაშინ ამიტომ გამოსცადა და უთხრა თუ შენ მართლა ასე ხარ, თუ შენ დამოკიდებული არ ხარ ამაზე, მაშინ დამიმტკიცე ეს, დატოვე და მოდი ჩემთან. და მან ეს ვერ შეძლო. აი ეს რა თქმა უნდა ცოტა მაღალი მდგომარეობა ის დიდარი ჭაბუკი მართლა წყინვალი ადამიანი იყო ამ კუთხით, იმიტომ რომ რაც მაცხოვარს უთხრა, მართლა აღასრულებდა ამას და ამიტომ მოეწონა მაცხოვარს ის. მაგრამ მით უმეტეს უცა ადამიანი არც არაფერს აღასრულებს, მე ძალიან ხშირად ხდება იცით ბატონო ადამიანი რომელიც საკუთარ თავში იკეტება და მხოლოდ ცხოვრობს იმისთვის რომ საკუთარ ხორცს აამოს. და ის ფაქტობრივად საკუთარ თავს აღმერთებს რაც კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დროებით მდგომარეობა. აი ჩვენ წესის აგებაზე როცა მივდივართ აუ ხო ეგ მაგრამ აი სადარიანო ხო ისინიო ხო გეხვეწე თუ შეიძლება მე ვერ გამომეორებ მაგ დია კი ბატონო ზუსტად იქ წერია ასე მიმართავთ მიცვალებულს რომ სად არის ის ხალხი ვინ ჩვენ გვერდზე იყავი სად არის ის დიდება რომელსაც ჩვენ ესავდი სად არის ის სილამაზე შენი რომელიც იმედით ჩვენ ქონდა სად არის ის პატივი რომელსაც ჩვენ ეყრდნობოდი ეს ყველაფერი ნაცრად იქცა და შენ წევხარ ეხა ღვთის წინაშე და მხოლოდ შენი საქმენი გამკია შენ. აი ეს არის და ეს საგება ერთნაირად ეკითხება მდიდარსაც და გლახაკსაც და ვერაფერს თქვენ იცით ვერაფერს ადამიანი ამ ქვეყანას ვერ წაიღებს გარდა მის მიერ დათესილი სიკეთისა და სიყვარულისა. ოღონდ ეს სიკეთი და სიყვარული რაღაცა ისეთი სადღერძელო დათქვამი ის კი არ არის თქვათ რაღაცა უკაცრავად ეპითეტი არამედ ეს არის უპირველეს ყოვლისა საქმე. საქმემა შენმა წარმოგაჩინო შენ ისეთი ადამიანი ხარ როგორც ცხოვრობ. რას ლაპარაკობ კი არა, ან გარედან როგორი ჩახარ კი არა, ან ვიღაცას როგორი გორი ხარ კი არა. რას საკეთებ ეს მხოლოდ ღმერთმა იცის და როდესაც შენ მე ჩვენ ზოგადად ღმერთთან წავდგებით ერთადერთი რამ გვიხსნის ან წაღვწევს ჩვენს მიერ ჩადენილი საქმეები, ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები. ძალიან დიდი მადლობა მომო და თუ შეიძლება მომო, აი ეს მაინტერესებს რომ მართლა არიან ბევრი ადამიანები, ბევრი ყოფილა, ბევრს ქონია რაღაცა ყველაფერი და დღეს საერთოდ არაფერს აღარ წარმოადგენენ, ან ეს ყველაფერი ბევრისათვის რაღაცნაირად დარდის საგანი არის და რაღაცა. მე ხდება ხოლმე რომ რაღაცა ღმერთი უშვებს იმას, რომ შეიძლება ამ ყველაფერს ჩაეხსნა, იმიტომ რომ შენ ვერ შეიფერ. აი როგორ უნდა დავიკავოთ, მაგრამ ძალიან ძნელი ხარ თქვენ რასაც ამბობთ, ურთულესი ხა. მე რომ თანამდებობა მომცა, ხელფასები მომცა, ამდენი ხალხის ისა რა ქვია, დიდება მოგცა რაღაცა და აი ამ ყველაფერს ჩაეხსნა მე ხა სხვათა შორის მამაო ადრიანას აქში თანამდებობა თურმე არ ვარ გაი, იმიტომ რომ მე თუნდაც მთელი ცხოვრება დეპრესიული ხარ, ის რაღაცა პერიოდი ხო ხარ და მე შეიძლება აღარ იყო ხო და დიდება ეს მე სულ ამის
იმაში ხარ და ფიზიკურად მე აღარ გაქვს და ნერვიულობ რა და დარდიანი ხდება თურმე მე ადამიანი რა და თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა შეეგუოს და როგორ უნდა იცოდეს აი როგორ დავით აღმაშენებელი ეუნება რომ აი დრო მოვაო და ჩემ ყველაფერსო სხვა დაიფარებ ჩემ გვირგვინსო აი სხვას ადიდებენო სხვას დაემორჩილებიან და მე არ ვიქნებიო არაფერი არ ვიქნებიო თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ უნდა გავითავისოთ რა როგორ უნდა ვიცოთ იმიტომ რომ ძალიან ძნელია შენ იყო ამ დიდებაში და კიდე პარალელურად ეს გახსოვდეს. კი ბატონო, გეთანხმებით რომ ძალიან ძნელია, მაგრამ რეალობა ერთია. ეს არის რომ იცით აი სიმართლე ერთია, დანარჩენი ყველა შეიძლება იყოს სიმართლის რაღაცა ფარდით შემოსილი, მაგრამ ის სიმართლე არ არის. ადამიანმა სიმართლეს უნდა ანუ შენ ამ სიმართლეს აღიარებ თუ არა, ამით სიმართლე არ იცვლება. ამით არ იცვლება ის რომ შენ გარდაიცვლები თქვა რა აი ყველაზე აი თქვენ რას ვთქვით მაგის საპირისპირო ყველაზე მეტად რა არის იცით აი ხსოვნა იმისა რომ მოვადრო და შენ აღარ იქნები ქვეყანაზე თანაც ეს ხო უეჭველად მოხდება სხვათაშორის აი ესეც უნდა ითქვას რომ ჩვენ არ ვიცით მომავალში რა მოხდება ჩვენ ერთადერთი რამ ვიცით რაც მომავალში მოხდება რომ ჩვენ გარდავიცვლებით სხვა დანარჩენი ერთი წამის შემდეგ რა მოხდება ის რომ გარდავიცვლებით ადრე თუ გვიან ეს უეჭველად მოხდება ამიტომაც შესაბამისად ეს არის ყველაზე დიდი რეალობა რაც უეჭველად ვიცით რომ მოხდება და თუ კი ადამიანი გაუსწორებს ამ რეალობას რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს სიკვდილის პანიკურში და ზოგადად პანიკა ქრისტიანობაში არ არის თქვა მიღებული ხო მაგრამ ეს რას ნიშნავს ეს ამის ხსოვნა რა სიჭირდება აი რატო ამბობენ თქვა ანტონ დიდი წმინდა იონოქრობილი რომ აი სიკვდილის ხსოვნა არის ძალიან ბევრი ცოდვისაგან დახსნის საშუალება იმიტომ რომ თუ კი შენ ეს გახსოვს მაშინ შენ არ იცხოვრებ ისე როგორც თქვა აი როგორც თითქოს ყოველთვის ვიცხოვრებ აი ადამიანთა უმეტესობა რომელიც გავს მდგომარეობა და ეს მდგომარეობაც და ყველას გვაქვს ჩვენ მეტაკლებად შეიძლება ადამიანს ერთ არ იყოს დიდარი და თითანებაზე არ იყოს მაგრამ რაღაცაზე დამოკიდებული იყოს თქვა და აი რაღაცაზე ის დამოკიდებულღა და აი ძალიან უნდადეს აი როგორ თქვა აი ხშირად ყოფილა მრევლში აი რაღაცაზე კონდეს რა ვიცი ლამაზ კაბაზე მაგალითად ან ლამაზ შარვალზე თქვათ ან ლამაზ ქუდზე თქვათ და აი რაღაცა მიზნად კონდეს რომ აი ეს უნდა ვიყიდო ხელფასი როდის და თუ ხელფასმა დააგვიანა მაშინ აი როგორი ცუდია ეს და ეს უკვე ჩემზე მოქმედებს ანუ ეს დამოკიდებულება მარტო თქვათ იქ რომ მაღალი დონითაა როცა მდიდარი ადამიანი მაგრამ ჩვენ ყველას გვეხება ეს თქვათ ვინც საშუალოა მეტიც ვინც ღარიბია ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ადამიანი არც სიღარიბით ცხონდება და არც სიმდიდრით წარწყდება ადამიანი წარწყდება ან ცხონდება როგორ გამოიყენებს იმ სიმდიდრეს ან იმ სიღარიბეს როგორ ღმერთმა დაუშვა ანუ შენს გადაწყვეტილებაზე ეს გარემოება უბრალოდ შენ თუ მდიდარი ხარ შენ შეგიძლია ცხონდე შენ თუ ღარიბი ხარ ასევე შეგიძლია ცხონდე ან პირობ ასე რომ ეს არის საშიშროება უფრო მეტი მდიდარშია რა თქმა უნდა ღარიბში შეიძლება ღარიბიც გაბოროტდეს კი ბატონო ეს არის რომ ღარიბს ხშირად იცდება შურის მომენტი არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რასაც ჩვენ ხედავთ რომ ადამიანი როცა წარმატებას აღწევს რაღაცაში თუნდაც ვთქვათ იმ კუთხით უსამართლოდ მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ღვთის საქმეა ჩემი საქმე ხო არ არის მე შურს მიცი ან მეც მინდა რომ ანუ იცი შური რა არის რა კარგად გამარტავს არა სუხა საბაურველია სუხარება ის ხვის სიკეთესაზე ანუ როცა შენ სუხარ რომ ვიღაცას უფრო მეტი მისცა ღმერთმა სიკეთე მისცა ღმერთმა თუნდაც ის არ იმსახურებს დაუშვა ღმერთმა მასზე რაღაცა დროებითი აღზევება და ასე შემდეგ ასე რომ ამ მდგომარეობაში რაც თქვენ ზანეთ კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ ადამიანს ახსოვდეს რომ უპირველეს ყოვლისა ღმერთმა ის შექმნა სულიერი სიმდიდრისთვის. აი ეს არის აი ყველაზე მთავარი რომ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ რომ ეს არნიშნავს იმას რომ სიმდიდრე ან პატივი იგრძალება. აქ იგრძალება თავმოყვარეობა და ამპარტავნება ქრისტიანობის მიერ და კიდევ ერთხელ აი განკაცებული ღმერთის მოსაგრეობა არის სრული დადასტურება იმისა თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ხო სად დაიბადა ბაგაში ხო მას ხო შეეძლო ნებისმიერ იმპერატორის რაღაცა უზრფასეს პალატაში დაბადებული იყო რა თქმა უნდა შეეძლო მაგრამ მან ბაგა აირჩია მას ხო შეეძლო რომ თქვათ არ შეურაცხყოფილიყო ხო აი გახსოვთ პილატეს ეუბნება რომ როცა პილატე მას დაკითხვას უწყობს ორს გზის და
პილატე ეუბნება რომ და ეს მაცხოვრი ხმასაც არსებს და პილატე მას ეუბნება რომ ნუ თუ შენ მე ხმას არ ვცემ მე რომელსაც მაქვს ხელმწიფება შენი გაშვებისა და შენი სიკვდილისა აი მაცხოვრი მაშინ მას მიუბრუნდება და ეუბნება რომ არც ერთი ხელმწიფება არ გექნებოდა შენ რომ არაზე გარდა ანუ მე რომ არ მომეცა შენთვის შენ ვერაფერი ვერ გექნებოდა ვერასდროს აი ყოველი ადამიანი რომელიც პატივშია და არ გულისხმობს ხო პილატეს მდგომარეობაშია სწორედ პილატესაც ეგონა რომ ის გაიმარჯვებდა მაგრამ მან რა თქმა უნდა უფლისწინებაში ვერ გაიმარჯვა მან ჯვარს აცვა ქრისტე საკუთარი განაჩენით მაგრამ ქრისტე აღდგა სიკვდილი დაამარცხა პილატე კი წარწყდა სამწუხარო და საუბედუროდ და ასე იულიანე განდგომილი მაგალითად იმპერატორი რომელსაც მთელი ცხოვრება ებრძოდა რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა ქრისტეს და ქრისტიანებს შესაბამისად ანუ ვინც ქრისტიანებს ებრძვის ის ქრისტეს მებრძოლიც არის აუცილებლად და ბოლოს მას აღმოხდა სასიკვდილო სარეცელზე ასეთი რამ გალილეველო მე შენ დამამარცხე და აღესრულა ასე რომ აი ეს რა თქმა უნდა ძალიან ესეთი თემაა მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას რომ ყოველ ადამიანს რომელიც რაღაც გარკვეულ ღმერთი გარკვეულ სიმაღლეზე დაადგეს და თუნდაც ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით ადამიანებს რომელიც გარკვეულ სიმაღლეზე არიან სასულიერო თუ საერო დასში ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენ რომ ჩვენი მდგომარეობა დროებითია და ზოგადად ჩვენი ცხოვრება ამ ქვეყანას დროებითია და მეორე რაც ყველაზე თავარია რომ ჩვენ თუ კი ვინმე დადგენილია გარკვეულ სიმაღლეზე ეს არნიშნავს იმას რომ ხალხი მას უნდა ემსახუროს ეს ნიშნავს იმას რომ თავად ეს დადგენილი უნდა ემსახუროს მასზე დაქვემდებარებულ ადამიანებს ეს არის სწორედ ქრისტიანობა ძალიან დიდი მადლობა და სხვა შეს მაგ აი საკითხს მიადექით იმიტომ რომ ნახეთ რა სამობ თქვენ რომ ვინცო ქრისტიანსო ლანძღავსო ისო ქრისტეს ლანძღავსო ძალიან საინტერესო საკითხი თქვით და მაგის მომხრე ვარ მე რატო რომ აი რაც არ უნდა მაგალითად ვარ ცუდი ქრისტიანი ну წარმომადგენელი მართლმადიდებლად მონათული ოღონდ ისე ვერ შედგა ადამიანი რა როგორიც უნდა იყოს მაგალითად აი არ ამართლებს რა ისეთი მაგარი ვერ არის არც მარხულობს არც ну რაღაცა მაგრამ მისი განკითხვით მე ეკლესიამდე მივდივარ და აი რატო ხდება მამაო ეს აი მაგალითად აი ცუდ ვისაც დაუცდა მაგალითად ისეთ სასულიერო პირს ან ეკლესიის მსახურს ან მორწმუნეს რომ განიკითხავენ აი სულ მაგაზე არ ვარ მომხრე მამაო იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რაღაც ფრაგმენტი შეიძლება დადო ან მონაკვეთი რა იმ მღვდელი ცუდად იქცევა ან ვიღაცა სტიქაროსანი ან ვიღაცა და ამის ქვემოთ ადამიანები ლანძღავენ ეს არის ეკლესია ეს არის ეს და ისინი ვერ ხვდებიან მამაო რომ ამას კი არ იმაშვებიან ღმერთს ეხებიან აი ზუსტად იმ ცუდი ქრისტიანის ლანძღვით ეხები ღმერთს და აი თუ რატო მოდი ჩვენ ახლა მამაოს კითხოთ იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამაო რა რომ ისიც აი ხშირად ღვთისმშობელი ათონზე რომ მიდიან ნასვამი ბერები და ნახე ღორებს გვანანო ვიღაცამ რო თქვა და ღვთისმშობელი რო გამოეცხადა და სენ შეიძლება ღორები არის მაგრამ ჩემი ღორები არიან რა ყველა ღმერთის შვილები ვარ თუ შეიძლება მამაო აი ამასთან დაკავშირებით მამაო რა სიტყვით აი ადამიანი რომელიც დიდებასა და რაღაც პატივს დაუთმობს საკუთარ გზნობას მაშინვე მას ებადება ამ პარტავი. იცით მე გეპასუხებიან რა მამო ღმერთი ხო არ არის მე განვითხრა რაღაც. აი რატო არის მამო ეგ ის? ამის საფუძველი არის უპირველეს ყოვლისა ამ პარტავნება. ამ პარტავნება რა როცა შენ ვინმეზე აღმატებული გონია თავი თქვათ. თქვენ სწორად ბრძანეთ ადამიანი რაც არ უნდა დაცემულ მდგომარეობაში იყოს ციტაი ეს განკითხვის ცოდვა ძალიან არის მოდებული ჩვენს ირეგული ვთქვათ ხო და მეორე მხრივ ადამიანი რაც არ უნდა დაცემულ მდგომარეობაში იყოს ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ არავინ ისის სავის დროზე ვინ ვის წინ დადგება მათ სხვა როცა ეუნა ფარისევლებს რომ წარმართნი წინა გიზღოდიან თქვენ სასწრაფოთსა ვინ შევიდა პირველი 64-ში აი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ ავაზაკი რომელსაც მთელი ცხოვრება ავაზაკობის, ქურდობის, ყაჩაღობის გარდა არაფერი ქონდა ნაკეთები მაგრამ ვთქვათ ფოთაშურის აი ესეც უნდა ითქვას რომ 3 საათის სინანულმა აცხუნა ის როდესაც გააკრეს მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ ავაზაკები იქ მათემახარებელი წერს რომ ორივე გმობდა მას ხოლოდ ლუკა წერს რომ ერთი განადიდებდა და მეორე გმობდა და მე იოანე ქროპრი განმარტავს ეს იმიტომ რომ როდესაც ჯვარზე გააკრეს ორივე ავაზაკი გმობდა მას და იმ მარჯვნივ თანაჯვარცმული ავაზაკის მოქცევა აღესრულა სწორედ ჯვარზე და რატო ვთქვით ეს იმიტომ რომ არავინ იცის როგორ ვინ როგორ გარდაიქმნება
რომც ასეც რომ არ მოხდეს, მაინც არავის აქვს უფლება. ჩვენიც და ვერ უნახავთ რომ წმინდანის ცხოვრებას, რომელიც ვინმეს ლანძღავდა თუნდაც პირიქით თავის წრებზე ლოცულობდნენ ისინი. ეს მეორე მხრივ რა თქმა უნდა არნიშნავს იმას რომ ჩვენ რაღაცა ცუდზე ცუდი არ თქვას მხილებითი მდგომარეობით ადამიანი. ეს სხვა მდგომარეობაა. მხილების საფუძველი სიყვარულია. მაგრამ დიახ. აი ჩემმა მხილებამ ადამიანები თუ აგიმხედრა მაშინ ეს მხილება, ეს არის სიბოროტე. აი მაგალითად მე ვნახე რომ აი მაგალითად ეკლესიაში თქვენ აი რაღაცა სიტყვას დაკეტეთ კარი ხო მაგალითად და მე არ მომეწონა და დავწერე და აი ვიღაცა 1000 კაცი კიდე დაგიპირისპირდა აუ მამაგი ხო მართლა რა ცუდი მამაოა როგორ გააკეთა როგორ შეიძლება აი ეს უკვე მამაო სიბოროტეა არა მარტო ეს აი სიმართლის თქმაც კი თუ კი თქვათ რაღაცა ნახე და აი რეალურად შენ თქვათ ეს თქვი და ამან არის რაც ქვემძანე დააზე ესეც აი თქვენ წარმოიდგინეთ მაცხოვარს რო ეთქვა სამარიტელ დედაკაცისთვის რომ აი შენ მრუშო, შენ მეძავო, შენ ხუთქმარ გამონაცვლო ხო სიმართლეს ეთყოდა, მაგრამ ის ქალი არც კი მოусმენდას მას. როგორ ჩადის მაცხოვარი მის მდგომარეობაში და ამოყავს იგი მის მდგომარეობიდან და აღყავს ღვთაებრივ სიმაღლეზე. რა თქმა უნდა ასეა, ნამდვილად ასეა, რომ ჩვენ საერთოდ როგორ არის ქრისტიანობაში როგორ არის რომ ჩვენ არ ვებრძვით ქრისტიანობა, არ ებრძვის ადამიანს. ქრისტიანობა ებრძვის იმ ბოროტებას თუნდაც რომელსაც ესაც თუ ის ადამიანი ჩარს. ანუ ქრისტიანობა ებრძვის ბოროტებას და არა ადამიანს. ისომისად, როდესაც ადამიანებს განეკითხავენ, ლანძღავენ და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში აი თქვენ სწორად ბრძანეთ რომ ეს პირდაპირ ღვთისნაშე თქვათ ნიშნავს, როცა ადამიანს უწოდებს რაღაცა ცუდ სიტყვას, ღვთის წინაშე არის ეს სიტყვა თქმული, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. თუ კი მე ადამიანს ლანძღავ, ესე იგი ლანძღავ იმას, ვის ხატადაც ის შექმნილია, ვისგანაც ის დაიბადა, ვისგანაც ის შეიქმნა. მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ ხომ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ შავი არ უწოდო და თეთრ ქრისტიანობას სწორედ ამას ნიშნავს განრჩევადი გონება უნდა გქონდეს ადამიანს. და აი ეს არის მაგრამ აი აქ არის ზღვარი დასაცავი. ერთი მხრივ უნდა მოუფრთხილდეს ადამიანი მეორე ადამიანს აი ესაა თუ კი შენი სიტყვა თუნდაც შენი სიმართლე ადამიანს დაანგრევს თუ კი შენი სიმართლე ადამიანს დააშორებს ჭყალებში სიმართლე კი ბატონო მაშინ ღმერთი ასეთ სიმართლეს არ შეიწირავს აი ეს არის ნიშნის მოგებითი სიმართლე ანუ ეს არის აპარტავნებით შენიღბული რეალურად ეგოიზმი რომელსაც ჩვენ წარმოაჩენ რომ აი მეზვერის და ფარისევის მდგომარეობა ხო ფარისეველი როცა ღმერთო აი მე ათებს წირავ მე ამას ვაკეთებ თქვა და არა ვარ თუნდაც როგორც ეს მეზვერე და მეზვერის მდგომარეობა ღმერთო მილხინე მეწოლოს ამას და მაცხოვრემოს რომ ეს მეზვერე უფრო გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან ვიდრე ეს ფარისეველი აი ეს ორი ტიპაჟი რაც მეზვერესა და ფარისეველში არის გაერთიანებული არის რა თქმა უნდა თანამედროვე და არა მარტო თანამედროვე რეალობა რომ ადამიანთა უმეტესობას ისე შეუძლია რომ აი თან ჩვენ აი ხედავთ და გვესმის სამწუხაროდ ჩვენს გარშემო სოციალურ ქსელებში იქნება თუ ტელევიზიით თუ ასე შემდეგ როგორ მარტივად შეუძლია ადამიანი გალანძღოს თანაც გალანძღოს უკანასკნელი სიტყვები როგორ შეუძლია ადამიანს რო იტყვიან მიწაში ჩადოს აბსოლუტურად აი რაღაცა არაფრისთვის. ოღონდ კი მისი სიმართლე და ამავდროულად ხაზი გაუსვას იმას, რომ მე ვარ მართალი და შენ არაფერი ხარ. აი პატრიარქი ხშირად გვეუბნება ხოლმე კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები სამწუხაროდ აი ეს ამას ნიშნავს, სწორედ როდესაც შენ უპირობოდ მიგაჩნია რომ შენ მართალი ხარ ამ შემთხვევაში მართალიც რომ იყო ასეთ სიმართლეს ღმერთი არ მიიღებს. ღმერთი მიიღებს თავდაბლობით შემოსულ სიმართლეს და არა ამპარტავნებით გაჟღენთილს. იცით აი ასე რო ყოფილიყო მაშინ მაცხოვარი აი წარმოიდგინეთ მაცხოვარს რომ სამართლიანობა აღესრულებინა მაშინვე თქვათ მაშინ ჯვარზე ის ვერ გაეკრებოდა ის ხო ჯვარზე უსამართლოდ გაეკრა მისი ჯვარზე გაკვრა ხო სამართლიანი არ იყო ეს იყო უსამართლო მეცაც ყველაზე დიდი უსამართლობა რაც კი მოხდა სამყაროში ეს მაცხოვრი ჯვარცმა მაგრამ მაცხოვარი თავისი ჯვარცმელებისთვის ლოცულობდა ეს არის უპირობო მაგალითი ყველასთვის რომ რას ნიშნავს თუნდაც აი ჩვენ რა თემაზეც დავიწყეთ საუბარი და რითიც გავაგრძელეთ ხო ის მდგომარეობაც ვინც დიდებასა და პატივშია ის ვინც განეკითხავს ის ვინც ცდილობს საკუთარი სიმართლე წარმოაჩინოს ხისი დამცირების ხარჯზე ამ ყველაფერს აქვს საფუძველი ამპარტავნება
და ამ პარტავნებზე თქვენ კარგად გახსოვთ რას ამბობს ბეფსალმონი ამ პარტავნთა შემუსრავს ღმერთი აი ეს აი თუ კი ადამიანებს გაიაზრებს გულის შემზარავი სიტყვებია ეს შემუსრავს ნიშნავს გაანადგურებს ღმერთი ამ პარტავნებს ხოლო თამდაბალთა მიანიჭებს ხსნას ასე რომ ამ პარტავნება რომლის შვილიც არის შემდგომ განკითხვა ანუ შენ განიკითხა ფაქტობრივად იცით აი ანტონ დიდი ამბობს რომ ამ პარტავნება ყოველი ცოდის სათავეა და მართლაც ყველა ცოდვაში თითქმის ძევს ამ პარტავნების გარკვეული წილი ანუ ლანძღავ იმიტომ რომ ამ პარტავანი ხარ და თქვათ განიკითხა იმიტომ რომ ამ პარტავანი ხარ გშურს იმიტომ რომ ამ პარტავანი ხარ სხვაზე მაღლა მიგაჩნია თავი იმიტომ რომ ამ პარტავანი ხარ და დიდებას ხარ დამონებული და ამ დიდებით გინდა რომ სხვაზე იმოქმედო იმიტომ რომ ამ ანუ ფაქტობრივად ეს არის ცოდვა რომელმაც თქვენ გახსოვთ ანგელოზის კი ეშმაკად აქცია ანგელო პირველი ცოდვა იყო ამ პარტავნებას სწორე ხო და ადამიანებში რა მოხდა ხო ანგელოზი რითიც დაეცა იგივე ცოდვაში ესთავაზა ადამიანსა და ევას ხო შენ რომ ღმერთი ესე იგი იმან გასაწვი შენ რომ ხალი გამიჩნდა იმან მასტუნა და შენ რომ გველი გააჩინე და ასე შემდეგ ხო ანუ ღმერთს გადააბრალეს ყველაფერი ერთი მხრივ ეს არის სხვა საბრალება ამბობთ ანუ მე არ ვარ დამნაშავე ხარ შენ მიუხედავად ყველაფრისა და რაც ეს შემდგომ უკვე იწვევს უმადურობას ღვთისმაშინ შენ არ ახარ მადლობელი არასოდეს არ ახარ მადლობელი დღეს თუ 1000-ი გაგდა ხვალ მილიონი გექნება ზეგ მილიარდი მოგინდება თქვა პირობითად ვამბობ და შენ არასდროს ხარ მადლობელი და ისევ ისე მე ერთი რამ არის ადამიანი თან ნაწილი ამას გზნობს შფოთი შემოდის მათში მე როდესაც აი უყურეთ როდესაც დიდებაზია და აი რა საოცარი არის უყურეთ ერთ მომენტს მინდა გავუშვო ხაზი როცა ადამიანი მხოლოდ დიდებას ეყნობა ამ ქვეყნიურ დიდებას ამ ქვეყნიურ ქონებას და მას ეს გამოეცლება ის რჩება აბსოლუტურად სულიერად ინვალიდი და მაშინვე მას იპყრობს უნუგეშობა სასწრაფლება და მიდის ხანდახან სავალალო და ხანდახან ტრაგედიულ მდგომარეობამდეც კი და აი ეს არის საშინელება რატომ ხდება ეს იმიტომ რომ მან თავისი იმედი დააყრდნო დიდებას დააყრდნო ანუ დააყრდნო იმ მატერიას რომელიც აუცილებლად აღარ იქნება მოვადრო ანუ თუ კი შენ ეყრდნობი იმას რაც ისე რომ ჩატყდება ის ჩატყდება და რომ წაიქცევა შენ წაიქცევ იმასთან ერთად ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ადამიანი ამას არ დაეყრდნოს მატერიალურს არ დაეყრდნოს კიდევ ერთხელ ეს არნიშნავს რომ ადამიანმა ეს უარყოს არავითარ შემთხვევაში მაცხოვრებელს ეძიებდეს უპირველესად სასწრაფოებელს ღვთისასა და ესე ყოველი ანუ ეს ყოფითი შეგეძინო თქვენ როდესაც ადამიანი პირუკუ აკეთებს ეძებს მატერიალურს და მეორე ადგილზე აქვს სულიერი ან საერთოდ მხოლოდ მატერიალურ ყოფითია მისთვის ცხოვრების საზისი მისი ბოლო უეჭველად უნუგეშობაა აი ხანდახან როგორ ხდება იცით ადამიანი ხანდახან არიან ტიპაჟები რომლებიც როდესაც ამ მდგომარეობაში არიან საკუთარ თავს არ წმუნებენ რომ ეს ასე არ მოხდება ისინი ცდილობენ რომ რეალობას გაექცნენ მაგრამ შენ თუ რეალობას გაექცევი ეს არ ნიშნავს იმას რომ რეალობა შეიცვლება ამით რეალობა შენ მოგზდევს ესე რეალობა შენ ვერ შენ კიდე რომ გაექცე შენ კიდე რომ სირაქლემას პოზას ასე ზახიან თავი ჩარგო ქუჩაში მაგრამ შენს გარშემო თავი ქუჩაში ჩარგვით არაფერი იცვლება ეს რეალობა შენთან არის ყოველთვის და რეალობა არის ის რომ შენი მდგომარეობა ღვთის გარეშე უკვე განწირულია აი ამიტომ არის სიკვდილი ქრისტიანობაში რას ნიშნავს ეს არ ნიშნავს სულის და ხორცის გაყოფას სიკვდილი ქრისტიანობაში ნიშნავს ჯოჯოხ წარწმედას რომელიც ამ ქვეყანაზევე იწყება ადამიანი რომელიც ღმერთის გარეშე ცხოვრობს პირუტყულ მდგომარეობაში მკვდარია უკვე ის ამ ქვეყანაზევე და მისი სიკვდილი უკვე სამუდამოდ გრძელდება ღმერთმა დაიფაროს თუ არ შეინანებს უკვე იმ ქვეყნად ხო ეს არის ყველაზე ყოფითი და მნიშვნელოვანი და იცით აი კიდევ აი ამიტომ საბოლოო ჯერში რაზე დავდივართ ის და რა იწვევს ამ ყველაფერს ეს შედეგებია რაც ჩვენ საუბრობთ სიყვარულის ნაკლებობა ან საერთოდ არ ქონდა ადამიანს რომელსაც უყვარს ღმერთი და უყვარს ადამიანი ის ვერ იქნება ამპარტავანი როგორც პავლე მოციქული განსაზღვრავს თავის ეპისტოლეში ან იქნება ამ შეიძლება ყველაფერი იტოს ჩვენში მაგრამ რამე თუ წამოეწია სინანული საფუძველი არის სიყვარული სწორედ თამდავლობა და სიყვარული აი ეს ვერ იმაშვები ხოლმე და პატარ-პატარ უნდა ვისწავლოთ ეს ყველაფერი რა მართლა სასწავლებლო ჩვენ ვართ აი რამდენჯერ შემიტყვია იცით მამაო რომ აი შეიძლება რაღაცნაირად იმაშვები რაღაცა და უცბად აუ ეს მე როგორ შემეშალა და მე ხვდები სიამაყიდან გამომდინარე რომ აი რო გონია რომ აი ზუსტად შედეგი ძალიან მაგარი ხარ რაღაცა
უცბად ისეთი აგიცურდება ფეხი მამაო და ისე დაგამტაბლებს თან უფალი უშვებს რა და აი ეს ღმერთმა გაშოროთ იმ ადამიანს ვისაც რაღაცა ძალიან მაგარი გონიათ თავი იმიტომ რომ დამიჯერეთ რა თქვენაერები კი არა ისეთები მოუნელები ამ წუთის ოფელს სასწაული ხალხი რა და თქვენ საერთოდ იმათთან ახლოს ვერ მიხვიდოთ და აუცილებლად გახსოვდეთ ის რომ აი ეს ძალადობა იქნება ნებისმიერი სტილით ვიღაცაზე ბატონობა ვიღაცის დაჩაგვრა შენი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე თუ რაღაცა ხო ეს ყველაფერი როგორ წინ დაგხვდებათ იცით 10 მაგათ გაცლიო სადაც მოგიწრებო იგაგასამართლებო და აუცილებლად გექნება ეს მომენტი და ღმერთმა არქნასო სადღაც შორს იყოს და სიბერე გაგიმწარდეს და კიდე იქ გამწარდე ჯობია რომ აი აქვე რაღაცნაირად პასუხი ვაგოთ კი არა და ჯობია საერთოდ გამოვსწორდე და დავინახოთ ჩვენი თავი და ის სარკე ვიყიდოთ რომელშიც ჩავიხედებ და სხვადასხვა ის სარკე ეკლესიას ახლა რატო ებრძვიან ძირითადად რომ აი როცა ეკლესიის გარეთ ხარ და როცა ეკლესია შენ თვალში რაღაცნაირად დაგაშორეს ხო და დაამახინჯეს შენ თვალში ეკლესიას ვერავინ ვერ დაამახინჯეს მაგრამ ხო არის რომ შენი ხედვა მახინჯია და დაგიმახინჯეს ხო მაშინ ხდება რომ შენ უკვე არასწორად იყურები და როცა არასწორად იხედები აუცილებლად შენ ვერ დაინახავს სიმართლეს და ყოველთვის გექნება შენი სიმართლე რომელიც არის ტყუილი დიდი და აი ამაში სიკვდილი ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ და თუ შეიძლება მამაო როგორ უნდა მივხვდეთ მამაო იმ მდგომარეობას აშიც ვინყოფით იმიტომ რომ მოდი დაგენიზლავებით ეხა აი რამდენი ადამიანი ისმეს ამას და ფიქრობს აი ჩემი მეზობელი ამ პარტავანერა ნეტა იმას აყურებინაო ის გადაცემაო ზოგი ფიქრობს ალბათ იმას ანახავ და თავის თავზე შეიძლება არ მიიღოს მამაო ადამიანი თუნდაც ხო აი რაღაც ხო ეგ არის ხო აი რა ასას ვაყურდებით არის ის რომ ადამიანები საით თუნდაც ახსრებად როცა მოდიან დიდი წილი ხანდახან არის თავის მართლება მე ვინ არის დამნაშავე ხან ეგ მე კი შევწოდებ მაგრამ აი მე ეს იმიტომ შევწოდე რომ იქ რაღაც სამსახურში ვიღაცამ განეკითხა და მეც განვეკითხე ვიღაცამ შემაგინა მე შევაგინე აი ყველა ადამიანს აქვს აი მე კი არა აი მძიმე დანაშაულებს ციხეში რო შევდივართ ხოლმე თქვათ რაღაცა იქაც არის ეს მომენტი რომ რაღაცა იცით თავის მართლება სინანულს გამორიცხავს ანუ ეგორი ერთად ვერ იქნება იმიტომ რომ თუ კი შენ თავს იმართლებ მაშინ ვერ იქნების იმიტომ რომ სინანული ნიშნავს რასაც ეფრემასური ამბობს რომ მომანიჭი მეუფალო განცდა თვისთა სოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა აი რას თქვენ ბრძანეთ რომ საკუთარ თავზე მართლა ძნელია ჩვენ საუბრობთ მაგრამ საკუთარ თავზე მიღება ძალიან ძნელია ამის არა და სწორედ აქედან იწყება ქრისტიანობა რომ ჩემი თავიდან ვიწყებ მე ჩემს სულს უღრმავდები აბა დავაკვირდე შეიძლება კაც არ ვკლავ მაგრამ ვიღაცას რო ლანძღავ ვიღაცას რო განვიკითხავ ვიღაცაზე რომ მაღალი მგონია ჩემი თავი ვიღაცა რომ არ მომწონს და შემიძლია მიწაში ჩავდო და განვიკითხო და რაღაცა ჩემი თავი წარმოვაჩინო როგორც ზეღვთაებრივი ადამიანი ანუ ეს ყველაფერი რო ჩემშია და თუ კი ამას ვერ ვამშდევ მაშინ რას ნიშნავს ეს რომ აი ეს არის კიდევ ერთხელ ადამიანისეული 64-დან გამოძევების მდგომარეობა რომ შენ რომ გველი გააჩინე ღმერთო იმის ბრალია შენ რომ ქალი მომიყვანე ღმერთო იმის ანუ ყველაფერი შენი ბრალია შენი ბრალი არაფერი არ არის ან შენი ბრალია ან ადამიანების ბრალია ან გარემოს ბრალია ან და ასე შემდეგ ასე რომ და არა და რეალურად აი როგორ არის თავის მართლება ეს რითი ხარწყლდება შენ აი მოდიან და ამობენ აი მამაო რა ხდა კი აი ვცდილობდი მაგრამ აი მაგალითად სამსახურში ძალიან ესე ჭორავდნენ განეკითხავდნენ და მეც განვიკითხე და ჩვენ მას ვეუბნებით რომ აი ზუსტად რო ჭორავდნენ და განეკითხავენ შენ როგორ მოიქცევი ამ დროს იქ გამოშტება შენი ქრისტიანობა თუ ყველა ერთმანეთს აქებს დადიდებს ასე გიჟი უნდა იყო რომ შენ ლანძღო დაგინო ხო თქვა ხო ეს არის თქო ხო ტაძარში როდგე ხარ რა თქმა უნდა გინდა არ გინდა ქრისტიანი ხარ ლოცულობ მაგრამ აი სახში რომ მიდიხარ დაღლილი თქვა დახანცული და აი დადგები თუ არა ხალიფთან და ილოცებ იქ გამოშტება შენ როგორი ქრისტიანი ხარ თქვა ხო ანუ სწორედაც რომ საპირისპირო გარემოება წარმოაჩენ შენ როგორი ქრისტიანი ხარ რეალურად და შენ შეიძლება თუ არა თქო ცოდვა შეებრძოლო ეს არის ყველაზე მთავარი და კიდევ ერთხელ ამ ყველაფრის საფუძველი გახლავთ თამდაბლობა თუ კი ადამიანი და სიყვარული თავისთავად სიყვარული შობს თამდაბლობას თუ კი ადამიანს ეს თამდაბლობა და უბრალოება არ გააჩნია ძალიან ძნელია და ადამიანებთან ურთიერთობაა ზოგადად ძნელი ძალიან გაუცხოდა რა კი ბატონო აი ვერ იქნები შენ ადამიანს ანუ ადამიანი შენ აი რასაოცარი არის ბატონო გიორგი თუ კი შენი დიდები და პატივით სარგებლობ ვიღაცა შეიძლება მოგზალებული იყოს შენ დამი ხო მაგრამ შენ მაინც ვერ მიიღ მაგრამ როცა
შენ დაკარგა მომთანადეობას დამთავრდა ის პატივისცემა გაქრება თუ კი შენ მასთან რაღაც ეს ზუსტად რაზავსაურო ეს უბრალოება არ გაქვს ეს სიყვარული არ გაქვს იმ ადამიანისთვის შენ ღირებულებას წარმოადგენ იქამდე სანამ მან სკამზე ხარ თქვა როგორც კი ამას კარგავ ის ღირებულება შენთან ერთად მისთვის უფერულდება და აი ეს ანუ ეს არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ეს აუ რა ზუსტად აი შეიძლება ადამიანი მართლა ჩვეულებრივად გელაპარაკებოდეს და შენ უბრალოდ იმენად აპარტავანი იყო რომ მიიღო მე ეს როგორ მაკადრა მე ჩემთან ეს როგორი ტონით საუბრობს ხო ეს მომენტი ყოფილა ეხა ერთხელ იყო ესეთი მომენტი რომ რაღაცა აღარ მახსოვს ცოტა ადრე ის იყო რა ქვია ერთ-ერთი ადამიანი იყო რომელმაც აი რაღაცა ნუ რაღაცას მიაღწია სადღაც დაინიშნა და რაღაცა თავი ეგონა მწვანე კეტრი და მე რა მინდოდა იცი რომ აი მართლა მინდოდა გეფიცებთ ყველაფერს რომ ის გადამეგზავნა ჩემთან აქ ეთერში რო იჯდა და როგორ საუბრობდა და რა დღეში მყავდა აქ და რა დღეში იყო ხო მაშინ და რაღაცაეთისა და ორ სიტყვას ერაბავდა და რამდენი რაღაცა შეღავათი გაუკეთე და რაღაცა და იმას აქნა რა ქვია მე რაღაცნაირად ისეთი ვერხი რო დაიჭირა მეცინებოდა და აი უბრალოდ რაღაც ადამიანს მამა ავიწყდებათ ხოლმე მამა რანი იყვნენ რანი არიან და რანი გახდებიან კიდე წინ რა წინ კიდე რა გველის ის 2 კვადრატი რო გველის ხო ნებისმიერ სასახლეში შეიძლება იცხოვრო მაგრამ წინ რო გაიხედები გელის 2 კვადრატი სტანდარტული მიწა რომელსაც ვერ გავიქცევი და ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ როცა სადღაც თავს ავიმაღლებთ და რაღაცა აი ბოლოს ჩვენ იმაში რა ქვია ჩვენს ხეულზე ჭიები და მატლები რო ილიან აი ეს რო გემახსოვრება არავისთან თავს მაღლა არ აწევ რა რაც უფრო მაღლა აწევ თავს მით უფრო უარესად ივლიან კიდე შენს ხეულზე ის თუ შეიძლება მამო ეხა აი ნამდვილად და აი ამის ხსოვნა რას თქვენ თქვით რა აი მართლაც ყოველი ადამიანი რო დაექვემდებარება ამ ანუ დროებითია ეს ყველაფერი ჩვენ ამ ცხოვრებაში თუნდაც აი ამ ბოლო მოვლენებში ზოგადად აი რა ხდება ჩვენს ქვეყანაში სოფლიოს მასშტაბით აი ამ ქვეყანაზე ვეხდება ხშირად ღმერთი რაღაც დიდებაში რაღაც დაუშვებს დიდებას ადამიანზე და მე ეს ერთბება მასეს დიდება და თუ კი ადამიანი ამ დიდებაზე იყო დაქვემდებარებული ის უკვე ხდება რომ მარტო დარჩა იმიტომ რომ ღმერთი მას არ უნდოდა და როგორც კი მისთვის ღმერთი იყო ეს მდგომარეობა ეს ღმერთი მოკვდა პირობითად ღმერთი რა თქმა უნდა ბჭყალებში ის ყდება მასთან ერთად და აი ეს არის თქვენ სწორად ვზანეთ რომ ადამიანებს ეს ავიწყდებათ სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ასეა და ავიწყდებათ ის რომ მოვა დრო და ისინიც აი ერთ რამეს ვიტყვი რო გადავავლო თვალი აი ადამი და ევადან დაწყებული რამდენი ადამიანია გარდაცვლილი ეხა ჩვენ საუბრობთ ამ მომენტში ვიღაცა გადის ხო წოდესობლიდან მილიარდობით უფრო მეტი ვიდრე დღეს არიან ცოცხალი მილიარდობით ხო მათი ჩვენ არც საფლავები ვიცით უმეტესობას არც სახელები ალბათ ვინც ვიცით ალბათ 1%-ია მათი ვისის ზოგადად გარდაცვლილი ადამიანებისა ხო სად წავიდნენ ეს ხალხი ამპარტავნები ესეთი ყოველთვის იყვნენ ყოველ ეპოქაში მაგრამ დღეს მათ სახსენებელიც არ არის. კი ბატონო, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ განავინს ქრისტიანულად ცხოვრობდა და მათი სახელები ვიცით, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ღმერთმა იცის. აი ესაა ყველაზე თავარი. ღმერთის წინაშე არიან ისინი. ამიტომ მეუბნება მაცხოვარი მოციქულებს, რომ ნუ გეშინია თქვენი სახელები ზეცაშია დაწერილი. აი ეს არის ჩვენ ამისთვის ცხოვრობ, როგორც პავლე ამბობს, რომ თქვენი მოქალაქეობა ზეცაშია. ქრისტიანები, რომლებიც აი რა არის ქრისტიანობა, რომ ერთი მხრივ გეუბნება უფალი, რომ შენ იშრომე, იზრუნე, ბოლომდე დაიხარჯე, მაგრამ გახსოვდეს, რომ ღმერთისთვის აკეთებ ამ ყველაფერს. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ დასაბამ და დასასრულ ყოვლისა საქმისა და სიტყვისა შენისა ღმერთი იყავ. ანუ თუ კი ჩვენ ღმერთი გვემახსოვრება და ღვთისთვის ვიცხოვრებ და გვემახსოვრება ერთი მხრივ, რომ წარმავალია ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ, როგორი დიდი სიმდიდრეა ჩვენთვის ღმერთი და როგორ შევქმნა მან და როგორ დაგვასახლა ამ სიყვარულში, მაშინ ღვთისმადლით ყველაფერი იქნება და ადამიანი იგზნობს ნამდვილ ბედნიერებას. ბედნიერება ღმერთშია. მე სხვა ყველაფერი დამთავრებადია. იმიტომ რომ ბედნიერება უკუდავია. ეს არის უკუდავი ბედნიერება. ეს არის დაუსრულებელი ბედნიერება და რა თქმა უნდა არა მოჩვენებით და არა დამოკიდებული რაღაცა დროებით კმაყოფაზე, რომელიც აუცილებლად განხარდება. ხო და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თქვენ აი ბოდიში მოვიდეთ და დავასრულოთ ადამიანები ღვთის მადლისთვის
რომელიც მათ სიმშვიდეს ანიჭებდა, სიცოცხლეს თმობდნენ. აბა. სიცოცხლეს თმობდნენ ამისთვის, რომ ღმერთთან ყოფილიყვნენ. 100,000 კაცმა სიცოცხლე დათმო ამისთვის ერთ დღეში, რომ ღმერთს არ განშორებოდა. ისე რომ ღმერთ თუ არ განვეშორებით, მაშინ ღმერთთან ვიქნებით. და თუ ღმერთთან ვიქნებით, ვიქნებით ბედნიერები. თან მამაო 100,000 კაცმა ხო დათმო და ერთ წამს ვიტყვი რა, რომ ისტორია აღწერს, რომ თვეობით თulidenო იმდენად მდიდარი ხალხი იყვნენ. წარმოიდგინეთ, ამასთან ერთად თელი სიმდიდრე და ის დათმოს. წარმოიდგინეთ, ხო შეიძლება რომ ხარიბი იყო და თქვა რომ არაფერი ამაჩნია და არაფერი. აი ცხოვრება ქონდათ აწყობილი, წარმოიდგინეთ, თვეობით თuliden მათ ქონებას, წარმოიდგინეთ ეს დამპყრობლები და როგორია რომ აი ამ სიმდიდრის და ყველაფრის ქონეს მაინც ქრისტეს გამო ყველაფერი დატოვა და სწორედ მოიქცნენ იცით რატო რომ მეორე ხარისხოვანი იყო მატერიალური და პირველ ხარისხოვანი იყო სულიერი და ჩვენ ამას რო შევწვდეთ აუცილებლად საჭირო არის ბევრი ცოდნა და ეს ცოდნა საიდან მოდის ჩვენი უბრალოებიდან გამომდინარე უბრალო ადამიანი არის ყველაზე მცოდნე ადამიანი ვინც კი არსებობს დედამიწაზე მოციქულების დროს არ იყო დიდი განათლება მაგრამ თავისი უბრალოებით დედამიწა გაანათლეს და აი აქამდე მოვიდნენ ხო ხედავთ და ასე რომ ჩვენი უბრალოება ყოველთვის გქონდეს წინ დიდ მადლობას მოგახსენეთ მამო მობრძანებისათვის ბედნიერებას გისურვებთ ყველაზე მდიდარი მაინც ის არის ვინც არის უბრალო ადამიანი რა უბრალოება არის ის სიმდიდრე რომელიც არასოდეს დაგეკარგებათ კი არა პირიქით ჩვენი სიკვდილის შემდგომ ყველაზე მაგრა გამოგვადგება და იქ გაყვება რა ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს რის ნახევრისათვის მე გახდით გიორგი დარასელია მამა გიორგი ვაშალომიძე გახდა ჩემს სტუმარი და არაჩვეულებრივი თქვენ სტუდენტებს მოვიკითხა მამა განსაკუთრებით მოვიკითხავ იმ ადამიანებს ვინ თქვენ ესე გვერდში გიდგანთ რაც თავარია ყველაზე თავარი რაც არის რა ყველა სემინარი აკადემიას ყველა იმ ადამიანს ბედნიერებას და სიხაულს უსურვებ და მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან დიდი სიმდიდრე რომ ეს გაგვაჩნია საერთოდ ქართველებს და ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და ხვალ საღამოს რის ნახევრისათვის დაგიბრუნდებით და აუცილებლად პატიმრებს თელი გულით მოგიკითხავთ კიდე აქედან და თელი სიყვარულით. კარგად ზანდებოდეთ დროებით.